თბილისი 1967 წელი. ცეკაში ახალი ქართული ფილმი უნდა ჩაიბარონ. ესწრებიან მინისტრთა საბჭოს, პოლიტბიუროს და კინოსტუდიის წარმომადგენლები. კინოსტუდიიდან დირექტორი თენგიზ გორდელაძე, რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი და მთავარი როლის შემსრულებელი დოდო აბაშიძე. მომცრო დარბაზია. დარბაზში ეკრანის წინ სკამების 5-6 რიგია. დგას მაგიდა, რომელზეც მანდარინი, ლიმონათი და ბორჯომი დევს. პირველ რიგში სხედან ცეკას მდივანი მჟავანაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ძოწენიძე, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჯავახიშვილი. სულ კიდეში ზის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ინაური. ფილმის ჩვენება დასრულდა და ჯერი შეფასებაზე მიდგა. ავის მომასწავლებელი სიჩუმე ჩამოვარდა. პირველი სწორედ ინაური წამოდგა. ჩექმების ჭრიალით გაიარ გამოიარა. მერაბ კოკოჩაშვილს სული შეეკრა. დოდო აბაშიძეს შუბლი ოფლმა დაუსვლა. ერთმანეთს გადახედეს. ინაურის შეფასება სახუმარო არ არის. მეტიც, სავსებით შესაძლებელია საბოლოო აღმოჩნდეს. და აი დადგა ჭეშმარიტების წამი. ალექსი ინაურმა ვერდიქტი გამოიტანა. Мы потеряли 2 часа рабочего времени. გაგანია მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინი მიხვდა, რომ მხოლოდ სამხედრო ძალით და ლოზუნგებით ვერაფერს გახდებოდა. საქმეში მილიონების ხელოვნება, კინოც უნდა ჩაერთო. მან საბჭოთა მოქალაქის სულისა და ღირსების გამოღვიძებაზე ზრუნვა საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ორაზროვანი გმირის, გიორგი სააკაძის პერსონაჟის გახსენებით გადაწყვიტა და მტრის ჯინაზე იმ დროისათვის გრანდიოზული მასშტაბების ფილმის გადაღება დაიწყო. ეს დიდი საქმე, რა თქმა უნდა, სტალინის ფავორიტს, მიხეილ ჭიაურელს ანდეს. ფილმში, რომელიც 1944 წელს იხილა მაყურებელმა, პატარა პაატას როლს მერაბ კოკოჩაშვილი ასრულებდა. ეს იყო მისი პირველი შეხება კინოსთან, რომელსაც პოპულარობასთან ერთად აუხსნელი ირონია ახლდა თან. ყოველ შემთხვევაში პატარა მსახიობმა მაშინ პირველად იწვნია სტრესი, რომელიც შემდეგ მის ცხოვრებაში მოძრავი ფოტოების ხელოვნებას ყოველთვის თანსდებდა. ჩამაცვეს რაღაც მშვენიერი ქულაჯა, ჩექმები მქონდა ძალიან ლამაზი, კამარხანჯალი, ცხენზე მიხდებოდა ჯდომა და ეს ძალიან მახარებდა. მაგრამ გარკვეული შიშიც მქონდა, იმიტომ რომ უკვე გადაღებისას მითხრეს, რომ იციო შენ თავი უნდა მოგჭრანო, შეიძლება იხუმრა ერთ-ერთმა მოქანდაკემ, ვინც ჩემ იმას აქანდაკებდა პორტრეტს ესეც. და რაშია საქმე უთხარი და აი როგორ რაღაცა შახაბაზი თავს ჭრისო პატარა პაატასო და მე რატო აქანდაკებთ ამას თქო მე ვკითხე და ეს იმიტომ რომ მე უგზანიანო დედმამასო ამასო. მერაბ კოკოჩაშვილი 1935 წელს თბილისში მუსიკოსების ოჯახში დაიბადა. 2 წლით ადრე, ვიდრე საყოველთაო რეპრესიები დაიწყებოდა. მისი დედა მარინე ჯორჯაძე პიანისტი იყო, მამა არჩილ კოკოჩაშვილი მევიოლინე. მარინე ჯორჯაძე და არჩილ კოკოჩაშვილი ერთმანეთს რუსთაველის თეატრში სამსახურის დროს შეხვდნენ და მალე დაქორწინდნენ. ცხოვრობდნენ აბაკელიას, ყოფილი მცირე სასამართლოს ქუჩაზე, 13 ნომერში. ერთ დროს კოკოჩაშვილებს მთლიანად ეკუთვნოდა ამ სახლის მესამე სართული. შემდეგ, როდესაც ბოლშევიკებმა ხალხის ზედმეტი ქონებისაგან გათავისუფლება გადაწყვიტეს, არჩილმა თავადვე დაუნაწილა ოთახები მეგობრებსა და ნათესავებს. სწორედ ასე მოხვდა მათ მეზობლად უშანგი ჩხეიძე. ჩემ ბავშვობაში კარიც კი არ იყო ამოქოლილი და ამოშენებული ჩვენ ბინებს შორის. საფულში, როცა ძალიან ცხელოდა, თაწმინდაზე ცხოვრობდი ჩვენ მაშინ, ეს კარი იღებოდა და უბერავდა ესე ნიავი. უშანგისთან ბევრი ისტორია არის ჩემი დაკავშირებული, აი თქვათ ინსტიტუტში წასვლასთანაც. უშანგი, როდესაც გაიგო რომ მინდა წასვლა, მაშინ დაარწმუნა და ჩემი რომ თუ უნდა წავიდეს, არ უნდა შეუშალოთ ხელი. საერთოდ ესეთი ისტორიაც არის, მე მომიყვეს, მე შემახსენეს რომ ეს ასე იყო. აი კარი ღია იყო გითხარი, ზაფხული იყო, ცხელოდა. მაშინ უშანგი ჩხეიძე უკვე ავად იყო, იცით, ავანტოვებდა და იქით კუთხეში მახსოვს ძალიან კარგად დივანზე იწვა. წამოწოლილი იყო. ჭამდა ბალს. და მე პატარა ვიყავი აქეთ ოთახში. მანძილი საკმაოდ დიდი იყო, 20-25 მეტრი ალბათ ამ ორ ოთახს შორის, ჩვენს და მის ოთახს შორის.
ალბათ თამაშის გართობაც უნდა დაუშანგეს და გამოაბა ეს ბალი ძაფზე და გადმოაგდო. მე ხოხავდი, დაფორთხავდი იატაკს. დავინახე ბალი მომინდა აღება როგორც ჩანს, გავცოცდი იქით, იმან გაწია და როგორც ამბობენ, აი მაშინ დავდექი ფეხზე და გავიარე. მისმა ბავშვობამ ჩვენი ქვეყნისათვის მეტად რთულ დროს გაიარა. ეს იყო კარჩაკეტილი ცხოვრების და შიშის წლები. წლების სიჩუმის, რომელიც შემდეგ მეორე მსოფლიო ომმა აახმაურა. მანამდე კი თბილისური სახლების ეზოებში ღამღამობით ისმოდა ნაბიჯების ხმა, რომელსაც თან ერთვოდა ტირილი და მუდარა. არჩილ კოკოჩაშვილის სახლიდან 1927 წელს წაიყვანეს. ის უბრალოდ მეგობრების სანდრო ახმეტელისა და ევგენი მიქელაძის კვალს გააყოლეს. მის შესახებ ცნობა ოჯახმა მხოლოდ 1956 წელს მიიღო, სადაც ამოიკითხეს, რომ 1938 წელს ეტაპირებული კოკოჩაშვილი რეაბილიტირებულია. არჩილ კოკოჩაშვილი აღარავის უნახავს. მაშინ არ იყო არც ტელევიზია, რადიო იყო ერთი, რომელიც გელაპარაკებოდა იდეოლოგიურ რაღაცებს და იყო კინო, სადაც ყალიბდებოდა ადამიანი და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველთვის როგორც ჩანს ის იყო აი ადამიანთა ურთიერთობას რასაც ეძახიან, ადამიანის ბუნება. მე შეიძლება ამას მხოლოდ გრძნობდი რაღაც ბავშვობაში. ეს ჯერ გააზრებული არ იყო, მაგრამ აი ადამიანები როგორ უყვართ, როგორ მტრობენ, როგორ იქცევიან, როგორ ჩადიან ცოდვას, როგორ ინანიებენ რაღაც. აი ეს იყო ჩემთვის ყველაზე საინტერესო და ლიტერატურაც ამას მეუბნებოდა, მუსიკაც ამას მეუბნებოდა. 40-იანი წლების ბოლოს ქვეყანაში ომის შოკი უკვე გადავლილია. პოლიტიკაში კი ისეთი მოვლენები ხდება, სჯობს ხალხის ყურადღება სხვა რამეზე გადავიდეს. კინემატოგრაფმა არაერთხელ იხსნა ბელადი. ის ხალხსაც ართობს და კარგი შემოსავალი შემოაქვს. რუსთაველის გამზირზე განთავსებულ კინოდარბაზებსა და კლუბებში ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს ახალ ფილმს უჩვენებენ. ბილეთი კი იაფეხირდა, განსაკუთრებით დილის სეანსებზე. ამიტომ ამ დღეებში სკოლა აღარავის ახსოვდა. კინომანიამ თავისი შედეგი მოგვიანებით გამოიღო. მერაბ კოკოჩაშვილმა სახლში გამოაცხადა, რომ კინორეჟისორობას აპირებს. დედას და დეიდას ამის გაგონებაც არ სურდათ. ერთადერთი შვილი, რომელიც ჯერ ძალიან ახალგაზრდა, რთული გასაგზავნია მოსკოვში, ასე შორს, იმ სამყაროს დედაქალაქში, რომელმაც მათი ოჯახი არასოდეს დაინდო. მაგრამ მერაბ კოკოჩაშვილი შეუვალი იყო. მას პირველმა მხარი სწორედ უშანგი ჩხეიძემ დაუჭირა და დედას ურჩია შვილის გატაცებისათვის ხელი არ შეეშალა. მოსკოვში ჩასულმა ქართველმა აბიტურიენტმა პირველად ძველ ნაცნობს. საქმეში კარგად გარკვეულ მიხეილ ჭიაურელს მიაკითხა რჩევისათვის. თან საკუთარი ნაწერებისა და ჩანახატების რვეული წაიღო. ძიამიშა მითხრა, რომ იცი რა, ეხლა მე ამის კითხვას არ დავიწყებო. მოდიო, მე შენ ერთ რამეს გეტყვიო. ჯერ ერთ-ერთი შენ სულელი ხარ, იდიოტი ხარ. ვინ მიგიღებ შენ ეხლა კინოსტუდიაში? შენ ცი რამდენ კინოს იღებენ საერთო საბჭოთა კავშირში? მე უთხარი, რა ვიცი, ალბათ ბევრს. 20 კინოს იღებენ. ერთს მე ვიღებო, მეორეს დოვჟენკო, მესამეს გერასიმოვი, მეოთხეს რომი, მეხუთეს ერმლერი და ჩამომითვალა 20-ვე რეჟისორი. შენ რა უნდა გადაიღო? შენცო, ელდარიცო და ყველა თქვენ ქართველები იდიოტები ხართო. რა გინდათ აქ? ნუ კაი ძიამიშა, მაშინ წავალ მე უთხარი. ავიღე ჩემი ეს როლი. მაიცა, ეხლა მე შენ გეტყვიო სამ რამესო. და იცოდეო, რომ მეტი რეჟისორს არც არაფერი არ ჭირდებო. პირველიო ცუდი სიტყვა მითხრა რა. რა ვქნა, არ ვიცი გავიმეორო თუ არა. რეჟისორს ტრაკი უნდა კონდეს. ეს მითხრა. რაღაც ჩამეეთრია თბილისიდან მოსკოვში, ესე იგი როგორც ჩანს აქ რაღაც ცუდად არ არის საქმე, მითხრა. მეორე მითხრა, უნდა კონდეს ზურგიო. ზურგი გაქო? მე ხა ჩემი ვთქვათ ეშმაკობით ვიფიქრე, რომ ძიამიშა თუ იქნება ჩემი ზურგი, სხვა ვინ უნდა იყოს მაშინ ის პირველ რეჟისორად ითვლებოდა საბჭოთა კავშირში. არ იცი რა არისო ხო ზურგი? აი რა არისო და გაიწია. და უკან სტალინის სურათი იყო წარწერით. ჩემს მიშას. შენი სოსო. მე ვთქვა რომ წავალ მე ძიამიშა ავიღე შევრეული. წამოვიდი, მაიცა, სად მიდიხარო კაცო? მესამე არ გინდა გაიგო რა ჭირდება რეჟისორს. მესამე საჭიროა ნიჭიო. წავალ ძიამიშა უთხარი და წავედი. კიდე კარში მომაძახა და მოთმინება იცოდეო. მოთმინება და მოთმინება.
1953 წელს მერაბ კოკოჩაშვილმა კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში ჩააბარა გამოცდები. მიხეილ ჭიაურელის დარიგება ზურგისა და რაც მთავარია უდიდესი მოთმინების შესახებ მალევე გაახსენდა მისაღები გამოცდების შემდეგ, როდესაც საკუთარი გვარი მიუხედავად მიღებული მაღალი შეფასებებისა ჩარიცხულთა სიაში ვერ აღმოაჩინა. აუხსნეს, რომ მას კიდევ ერთი კომისია უნდა გაევლო. ისხდნენ იქ ის პროფესორები, ვისაც მე ვაბარებდი გამოცდებს და პლუს კიდე რამდენიმე ადამიანი, ვისაც მე არ ვიცნობდი. ის პროფესორები ხმას არ იღებდნენ და იმ ადამიანებმა ახლები ვინც იყვნენ, ერთ-ერთმა მითხრა, რომ მოვიყევო შენი ოჯახური მდგომარეობაო. უთხარი დედა მუსიკოსია, მამაც მუსიკოსი იყო. სად არის მამაო? მე უთხარი რეპრესირებულია მამა. 30 რას აკეთებდაო? მე უთხარი სკრიპკაზე უკრავდა. უცებ ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, იმიტომ რომ კაცი რომელიც ვიოლინოზე უკრავს, რატო უნდა იყოს გადასახლებული, სრულიად გაურკვეველი იყო ეს ამბავი. იმ წელს გარდაიცვალა სტალინი და მისი შემცვლელი ხრუშოვი თავიდანვე იძულებული გახდა სადავეები ოდნავ მოეშვა. როგორც ჩანს, ამის წყალობით გაძვრა რეპრესირებულ და ცისფერ-სისხლიან არისტოკრატთა შთამომავალი. ან მერაბ კოკოჩაშვილს ინტუიციამ არ უღალატა და მის დასაცავად ძიამიშამ ჯერ კიდევ არსებული ავტორიტეტი გამოიყენა. ამ დროს კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში სწავლობდნენ მისი თანამემამულეები: რეზო ჩხეიძე, თენგიზ აბულაძე, ელდარ შენგელაია, გიორგი შენგელაია, ოთარი იოსელიანი, იურა ქავთარაძე, თამაზ მელიავა, ბორის ანდრონიკაშვილი. ადამიანები, რომლებმაც შემდეგ შექმნეს განახლებული ქართული კინემატოგრაფი. ქართველი სტუდენტები ბუნებრივია ერთიან საძმოს ქმნიდნენ უცხოელ მეგობრებთან ერთად. ერთმანეთის ჭირსა და ლხინს იზიარებდნენ. იმის გამო, რომ ბევრი ფული ისედაც არ ჰქონდათ და რაც ჰქონდათ უყაირათოდ ხარჯავდნენ, პირველი რაც გააკეთეს ერთგვარი კომუნა შექმნეს, რომლის პრეზიდენტი ელდარ შენგელაია გახდა. დანარჩენებმა კი მინისტრების თანამდებობები ჩამოირიგეს. უპორტფელოდ მხოლოდ ბორის ანდრონიკაშვილი დარჩა და ის თამაზ მელიავამ დაამშვიდა, არაუშავს შენ ხალხი იქნებიო. 1959 წელს სადიპლომო ფილმისათვის დაიწყო მზადება. არჩევანი მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოებზე მუსუსზე შეაჩერა და სიუჟეტის შეცვალა, ისე როგორც მისთვის უფრო მისაღები იქნებოდა. სოფლის მექალთან ეს ნაცვლად მთავარი გმირი კარგ ვაჟკაცად გადაიქცა, რომელსაც ცხოვრებისეული გაჭირვება ღირსებას ვერ წაართმევდა. სახელად სცენარს მიხა უწოდა. თემა ახალგაზრდა რეჟისორს იმდენად უწყინარი ეჩვენა, რომ სულ გადაავიწყდა მთავარი. მიხეილ ჯავახიშვილი რეაბილიტირებულთა სიაში ჯერ კიდევ არ იყო მოხვედრილი. მიუხედავად ამისა, გიგში ის მოიწონეს და მტკიცდა კინოსტუდია ქართულ ფილმშიც. და ის იყო მოსამზადებელი სამუშაოები უნდა დაწყებულიყო, რომ ფილმი გააჩერეს და სტუდიის სამხატვრო საბჭოზე გატანა მოითხოვეს. პრობლემა მაშინ ასე ჩამოაყალიბეს. საბჭოს წევრებმა მწერლებმა მიზანს შეუწოლნად მიიჩნიეს ამ ფილმის გადაღება. მათი აზრით ჯავახიშვილის ნოველა ანტიეროვნული ნაწარმოები გახდათ. მისი გმირები ისე იქცევიან, როგორც ქართველებს არ შეეფერებათო. არც ამიხსნეს, მწერლები იყვნენ ძირითადად. ისინი იცით რაღაც თავჩაღუნული ისდნენ და ისე მელაპარაკებოდნენ რაღაცნაირად, რომ თვითონაც არ უნდათ ამისა, მაგრამ მიხა გადავიღე მხოლოდ 6 წლის შემდეგ. ესე იგი 58 წლის ნაცვლად 64 წელში დაიწყე მიხას გადაღება, 65 წელში გამოვიდა ეკრანებზე მარტო. და აი ესე იყო, ძალიან რთული პერიოდი იყო იდეოლოგიურად და ძიამიშა, რომელიც მეუბნეოდა, რომ იდიოტები ხართ, სად მოდიხართ, რა გინდათ, არავინ არაფერს არ მოგცემთ. ნაწილობრივ მართალი იყო, ნაწილობრივ შეცდა, იმიტომ რომ 60 წლიდან უკვე შესაძლებელი გახდა რაღაცეების გადაღება. იცით, იმიტომ რომ აი დაიწყო პერიოდი რა ერქვა ხრუშჩოვის ერთი ოттепель. მაგრამ ეს ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა, 2 თუ 3 წელს. და მე გახსოვთ იყო ისე ხრუშჩოვმა დაიბარა ეს მწერლები, მხატვრები რაღაც ლანძღა ისინი რას იღებთო, ფორმალიზმიო რაღაცა და ისე გართულდა ყველაფერი. როგორც ჩანს, ამას დაემთხვა ყველაფერი ეს.
შენი ქოქიკია მოვარდა შენი. გარები გააღე, სულ ერთია ხელს იმწევ. აიდა ისეთი მომეშაკა. შენი, სინგლიელო, აბა ერთი გარეთ გამოდი. შენ გეუნები გოგო, შენა. არ გამოვალ არა. იქნება საბჭოში დასახლებას აპირებენ. ოღონდაც რომ დავსახლებ. აბა ეხლა ვისაც ვყავი აქ შემოვიდა. შენი გირი. რას უყურებს ხალხო, გატეხეთ და გამაიყვანე. ეს მეც ნახა, უპარკეთ მაინც და რა დიახ. თქვენ გაწიკწიკებთ ერთი ვიცოდე, ჰა? აბა დაიშელეთ. დაიძი. ეხლა კი უკვე თითქოს სასაცილოა, მაგრამ მიხასთან დაკავშირებით იმაზე იბრძოდნენ, რომ არა, ქართველმა კაცმა, გლეხმაც თუნდაც და ქართველმა ქალმა ასე, თქვა, სიყვარულისთვის ასეთი რამ არ უნდა გააკეთონ. რაც იქ საბძელში ხდება, მოგეხსენებათ, იმათ ბოლოს და ბოლოს საჯარო აქტი ჩაატარეს და ამითი გაიმარჯვეს. ისე რომ აი ასეთი პირობები იყო მაშინ. ფილმის გადაღებას ვეტო დაადეს. ის რომ მიხას ისტორია ამით არ დასრულდებოდა, კოკოჩაშვილმა ჯერ არ იცოდა. ახალი ფილმის გადაღების შესაძლებლობა მხოლოდ 1961 წელს მიეცა. ამჯერად კოკოჩაშვილმა რევაზ ინანიშვილის სცენარი აირჩია, რომელსაც მისივე მოთხრობა სასაცილო ედოს აფუძვლად. ასე შეიქმნა ფილმი არდადეგები, რომელშიც მთავარ როლს შესანიშნავად ასრულებდა გოგი გეგეჭკორი და რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო საბავშვო ქართულ ფილმად ითვლება დღესაც. ეხლა გადაგდე. არა. ვის ვეუნებ მე? მოიტა. ბავში ხარ შენ. დაგდე. რა არის? ანგესი. აი შენი ანგესი. ეს რა არის? რა არის? დადი. წახში. კარგი რა მამა რა. გამიშვირა სასეზაო სანამთეზის საძოვარზეა. საძოვარზე? ო, საძოვარზე. ეხლა კიდე ის გამოიგონა. გასცი. სახში. შენ ბოტანიკა ისწავლე, დარო დაუკრავს. მე დარო წინგს აიკითხავს და შენ დაუკრავ. კარგი რა მამა რა. არ მოყვარს ეგ მუსიკა. არ მოყვარს, ვა. კოკოჩაშვილს ეჭვადაც არ გაუვლია, რომ ამ უწყინარ საბავშვო ფილმზე ვინმე შეედავებოდა, მაგრამ ამაოდ. მან ისევ ვერ გაითვალისწინა მთავარი, გოსტანდარტი. მისი პერსონაჟები კვლავ ვერ აკმაყოფილებდნენ ამ გოროზის სიტყვის უზენაეს მოთხოვნას. პერსონაჟებიდან არც მამა და არც მისი შვილები არ გავდნენ საბჭოთა სტერეოტიპებს. გმირი კუნთიანი და მშრომელი მამის ნაცვლად მან ერთი გასაცდაოებული ნევროტიკი გამოიყვანა, რომელიც საკუთარ დარდ შვილებთან დესპოტური დამოკიდებულებით მალავს. არჩვილები გავდნენ პავლიკ მაროზოვს. ისინი ჩვეულებრივი მოზარდები იყვნენ ასაკისათვის დამახასიათებელი ნაზი ფსიქოლოგიით. მოსკოვიდან ჩამოვიდა რედაქტორი, რომელმაც ქალბატონი იყო. სხვა ჩვენ ძალიან განათლებული და ჭკვიანი ქალბატონი იყო, რაის სალამონ ზუსევა. და ცუდად არ იყო ჩემთან, კარგ ურთიერთობაში ვიყავით ჩვენ. ნახა ეს მასალა არდადეგების და რო დამთავრდა მას ამითხრა, რა გადაგიღიათო ესა კაცო. სად არისო კაცო, არც პიონერთა ორგანიზაცია არისო, არც პროფკავშირიო, არც პედაგოგები არიანო, მამა და ბავშვებიო, ესეთ ურთიერთობაში ეს რა ხდებაო, ეს რა ვნახეო. ისე ცუდად გავხდი, იმიტომ რომ ერთ-ერთი პირველი ჩემი ფილმია პროფესიულია, ხო, პროფესიულ სტუდიაში. რომ ვიგრძენი, რომ აი რაღაც მემართება ცუდათავარ და მე უთხრა რომ რაის სალონი, მოდი ხალისთვის გადავდოთ ლაპარაკი, ვერავარ კარგად თქო. წავიდა ეს რაის სალონი და მე პირდაპირ საავადმყოფოში გამაქანეს, იმიტომ რომ ისეთი კენჭის გავლა დამეწყო, აი ამ როგორც ჩანს ნერვიული სტრესისგან. და თითქმის ყველა ფილმზე ასეთ სიტუაცია იყო. ცირეხნიანი ოცეპელის შემდეგ ხრუშოვი მიხვდა, რომ საბჭოთა ქვეყანას, სადაც ყველა გონიერი არსება სისტემის მტერი იყო, რკინის მარწუხების გარეშე ვერავინ მართავდა და თავისი ლოზუნგი, ოღონდ არა ისე როგორც სტალინმა, ნელ-ნელა დაივიწყა. 60-იანი წლების დასაწყისში ერთხელ კიდევ მოუჭირა ჩრდილოურმა ყინვა. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ახალდადგენილებას ცენზურის გამკაცრება და დიქტატის გაძლიერება მოყვა კინემატოგრაფიაშიც.
მოსკოვში, სადაც ყველა ფილმს იბარებდნენ, კონტროლი ზოგჯერ აბსურდულ დონეზე ხდებოდა. განსაკუთრებით გაუჭირდა დიდი საბჭოეთის არარუსული ნაციონალობისა და ხშირად უბრალო ჩინოვნიკებისათვის გაუგებარი, მხატვრული გამომსახველობითი ფორმების მქონე ხელოვანთა, რომელთაც თემატიკას და ფორმას საკუთარი გენეტიკა და ეროვნული ფესვები კარნახობდა. იქვე ერთი უზბეკი იყო თუ არ ვცდები, თუ აზერბაიჯანელი იყო, ჩვენ ინსტიტუტის ნაცნობი რა ჯერ კიდე. დადის დერეფანში ცუთხასიათზე არის ძალიან რაღაცა მიდი მოდის, ჩვენ რაღაც ველაპარაკებით ფილმს აბარებს ისიც, მეც ფილმს ვაბარებ, მეც ცუთხასიათზე ვარ, მეც რაღაცებს მაჭრევიებენ ფილმიდან არ მინდა ამისი, ვებრძვი ამისთვის და ამ დროს კაბინეტებიდან გამოდიან ჩვენ ნაცნობები, რედაქტორები, რომლებიც ჩვენთან ერთად სწავლობდნენ ინსტიტუტში, მაგრამ ეხლა უკვე ასე ვთქვათ კინოკომიტეტის თანამშრომლები, ჩინოვნიკები არიან რა. ხო და ერთი ესეთი ნაცნობი რედაქტორი გამოვიდა და გავჩერდი მე, როგორ ახარ რა ისა და ეს აზერბაიჯანელიც მოვიდა, ისიც დაღვრემილი დგას. კაცო, რა ხარ ხარ ესე დაღვრემილიო ის რუსი ჩინოვნიკი ეკითხება, რედაქტორი. იცი რაო? აი როცა შენო რუსულ ფილმს პეკინში ჩააბარებ, მაშინ მიხვდები მე რატო არ ესე დაღვრემილი. დიდი მწვანეველი სცენარმა შეუფერხებლად შემოიარა ქვეყნის მთავარ ცენზორთა კაბინეტები. მის პოეტურ სახელში მაშინ იდეოლოგებმა კოლმეურნეობის აღაღანებული მინდვრის გარდა ვერაფერი დაინახეს. სცენარს ზერელედ გადახედეს და ჩათვალეს, რომ მერაბ ელიოზიშვილის ნამუშევარი საფუძველს დაუდებდა კიდევ ერთ პროპაგანდისტულ ფილმს წარსულის გარდმონაშთებთან ტექნიკისა და პროგრესის ბრძოლაზე. მაშინ კი არ ვიცოდი ეს, მაშინ მხოლოდ შეგრძნება მქონდა, რომ ეს აუცილებლად უნდა გავაკეთო. არც ვფიქრობდი იმას, რომ ის არის აი აქტუალური ან რაღაც. არა, ვფიქრობდი, რომ კაცია, რომელსაც აი ესეთი ბუნება აქვს და რომელიც იბრძვის თავისი სიმართლისთვის. აი ეს იყო ძირითადი. და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ვეძებდი აი ისეთ გმირს, როგორც შემდეგ დოდო აბაშიძე აღმოჩნდა. ადამიანი, რომელიც იცით, უკვე მაშინ იყო ყველასთვის საყვარელი პიროვნება ცხოვრებაში, საზოგადოებისთვის. იყო ძლიერი, ლამაზი, ხმაურიანი, მხიარული, შესანიშნავი თამადა, არტისტი, ძალიან კარგი, შესანიშნავი. აი რაღაც მე მეჩვენებოდა, რომ აი ესეთი ადამიანის დრამა და ტრაგედია გაცილებით უნიშნელოვანი იქნება. კოკოჩაშუმა ფილმის ოპერატორად საშა რეხვიაშვილი აირჩია, განსაკუთრებული ხელწერის გამო, რომლის შედეგად მის მიერ გადაღებული გმირები განსაკუთრებულ, თითქოს შიგნიდან მომავალ შუქს ასხივებდნენ ხოლმე. ის ამას შუქის იმგვარი განაწილებით აღწევდა, რომ სახის ზედა ნაწილი და შუბლი უფრო განათებული ყოფილიყო. მაგრამ საშა რეხვიაშვილმა ფილმზე მუშაობა ვერ განაგრძო, რადგან მოსკოვში სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მისი რჩევით კოკოჩაშვილმა მუშაობა გია გერსამიასთან ერთად განაგრძო. არჩევანი იღბლიანი გამოდგა. საშას პოეტურ კონცეფციას გერსამიამ გარკვეული სიმჭახე შესძინა. გადაღებები წითელწყაროს რაიონში, ერწოს ტბაზე მიმდინარეობდა. მართალია არაჩვეულებრივი ლანდშაფტი ერთის მხრივ ჯგუფს ფილმის განწყობის შექმნაში ეხმარებოდა, მეორეს მხრივ საკმაოდ მძიმე ბუნებრივი პირობები მსახიობებისაგან არა მხოლოდ ოსტატობას, არამედ ფიზიკურ ამტანობას და ზოგჯერ გარკვეულ თავგანწირვასაც ითხოვდა. თვითონ ეს მსახიობები არაჩვეულებრივი სიძლიერის, აი ლია კაპანაძე, მზია მაღლაკელიძე, რას არიტანდნენ ცივწყალში, ისეთი სიცივე იყო, რომ ხშირ შემთხვევაში მდინარეში იდგნენ და მდინარეში უნდა ჰქონდათ ეპიზოდი მათ გასაკეთებელი. როგორმე რომ არ გაყინულიყვნენ, არ აკანკალებულიყვნენ, რეზინის ჩექმებში თბილ წყალს უსხამდით ჩვენ. ისეთი ცივი იყო მდინარის წყალი ამ დროს. და ამ წყალში აი იგივე მზია მაღლაკელიძეს უნდა გამოეცურა რაღაც ის ეპიზოდებიც შევიდა ფილმში. რა არხეინი ქალი ხარ? შენთვის ყველაფერი სულ ერთია. სადაც გინდა წახვალ დაიკარგები. არავინ მოგაკითხავს სადა ხარ, ვისთან ახარ. შენ ალბათ ისევ გაიქცევი მკითხავ. და მე ლაპარაკის მაგიერ ბღავილი უნდა ვისწავლო. მე ჯერ არც არ გავრბივარ. შევიღა გიშლის, როგორც გინდა ისე იცხოვრო. რო გითხრა, მაინც ვერაფერს გაიგებ. საწყალი ვერ გავიგებ. იცი რა სოფლიდან წამომიყვანა. იცი რა ოჯახი დაანგრია. სახლს ჯერ კირიც არ შეშრობოდა. ახლა სარდაფები, ხილით სავსე სარდაფები. და
ვენახი, მეზობლები. ყველაფერი დაანგრია, მოშალ. მიყვარხარ. შვილი მყავს თორე. მეორე მეყოლება, მესამე. აი მგორაზე ალბათ სოფელი გაშენდება. წადი მე ეგრე თუ დარდო. ხო გითხარი, მაინც ვერაფერს გაიგებნეთ კი. ბევრი სასაცილო ამბები ხდებოდა, თქვა დოდო აბაშიძემ ძალიან მოიწყინა ერთ პერიოდი, სევდიანი იყო ძალიან და მე მიუჯექი, მე ვთხარი, კარგი რა დოდო, რატო ხარ ესე მოწყენილი? აი ახლა რაღაც მალე მოვათაებთ ყველაფერს, წავალ თბილისში. აი, მენატრება მითხრა, ვინ გენატრება? დედა მენატრება მითხრა დოდო. დედა მისი არაჩვეულებრივი ქალბატონი ნინა ანდრონიკაშვილი. დოდო ხო ძალღუნით სავსე უზარმაზარი კაცი იყო და აი დოდო ესეთი ნაზი დედა რო ენატრებოდა. ერთხელ მითხრა რძე მენატრებაო, მითხრა რძის მეტი რა იყო იქ ერთ წუთში, ძროხების მეტი რა იყო. იმავე წუთში მოურბენინეს თბილისზე დალია ცოტა დამშვიდა. მთავარი გმირის როლის შესრულება მსახიობისაგან დიდ სულიერ ძალას მოითხოვდა. სოსანას რთული ფსიქოლოგიის გასახსნელად მისი დრამატული ბედის გასაზიარებლად მასშტაბური ხედვა, მეტიც ერთგვარი ვაჟკაცობაც იყო საჭირო. ეს კოკოჩაშულმა ჯერ კიდევ მაშინ იცოდა, სანამ გადაღებები დაიწყებოდა. ბევრი გავსინჯე ძალიან. მაგრამ საბოლოო ჯამში იცით, როგორც ჩანს ეს შინაგანათაც მიდის. მე ძალიან მიყვარს ძლიერი ადამიანები ეკრანზე. აი მაგალითად ზურა კაფიანიძე მიხაში, კახი კავსაძე ცხელი ზაფხულის სამ დღეში, ზაზა პაპუაშვილი ნუცას სკოლაში. მე მიყვარს ადამიანები, რომლებიც წულხან, იცინიან, ხუმრობენ ცემლის დით, ესე იგი ყველაფერი რო იყოს. ეს არის ჩემთვის აი თქვათ ყველაზე უფრო ახლო, რაც მე მინდა შემდეგ გადმოვიტანო ეკრანზე, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ცხოვრება უფრო ასეთია, ვიდრე გმირების და თქვათ აი როგორც მე თავიდან გითხარით, შელამაზებული ადამიანების. დოდო აბაშიძის სოსანას როლზე დამტკიცებამ რეჟისორს სხვა სირთულეები გაუჩინა. სცენარი მისი პარტნიორი ქალებისაგან არანაკლებ ძალას და ვაჟკაცობას მოითხოვდა. ისეთი მსახიობი ქალის პოვნა, რომელიც გოლიათური მასშტაბების მქონე აბაშიძე სოსანას ღირსეულ პარტნიორობას გაუწევდა და მის გვერდით არ დაიკარგებოდა, არც ისე ადვილი იყო. მაგრამ პირიმზე თვითონ იპოვა რეჟისორი. მე მახსოვს, სხვა მსახიობი მყავდა გადაწყვეტილი ამ როლზე. ეს ხშირად მემართება, იცით, დიდხანს ვარჩევ ხოლმე და ლია კაბანაძემ ასეთი ის იყო, როდესაც უკვე გადავწყვიტეს სხვა მსახიობი, რომელიც უფრო კარგად აკეთებდა, მაგრამ აკეთებდა ის ამას ყველაფერს. მაშინ თხოვე ლიას მოსულიყო, დავჯექით ვილაპარაკეთ, დაუხსენ, რა ესეთ სიტუაცია არის ლია, რა ვქნა? ის უნდა ავიყვანო როლზე. ნუ ლიამ თქვა, რას ვიზამო? წავალ მე ახლა. და გაჩერდა მე მომხედა და მითხრა, იცი აი, მაინც მე დამიძახებ შენ. ისეთი რწმენით მითხრა, მე მივხვდი, რომ აი ეს ადამიანი უნდა იყოს. და არის რამდენიმე ეპიზოდი, რომელშიც მე მართლა მგონია, რომ ლია ძალიან ძლიერი არის, ძლიერი ქალია შინაგანად. დღესაც თავსა დავებნა. მე მითხრეს, პირიმზე მართალი იყო. სიმართლე გითხრათ, ის რომ
ხელოვნებაში პრინციპში ყველაფერი დასაშვებია, მთავარია ის როგორ გააკეთებ ამას, ეს ჩემთვის ყოველთვის კანონი იყო. ჩემი სხვა შესანიშნავი პედაგოგები ყავდა ჩვენ გიგში ინსტიტუტში, მოსკოვის ინსტიტუტში. შესანიშნავი ადამიანები გვასწავლიდნენ სწორედ ამას. შენ ოღონდ ისე უნდა გააკეთო, რომ ეს ხელოვნების საგნად იქცეს, ხელოვნებად იქცეს, თორე ისე როგორ შეიძლება რაღაცა აკრძალული იყოს თუ ის ცხოვრებაში ჩვენ თუ იმას ჩვენ ცხოვრებაში ვაკეთებთ, ხო? აქედან გამომდინარე, უკვე აი მიხაში ჩანდა ალბათ ის ამბავი, რომ თქვათ ასეთი სცენების აქტის მიმართ მე არასოდეს თავშეკავება არ მქონია, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამას ფსიქოლოგიური ან გარკვეული იდეური დანიშნულება ჰქონდა. ეს ყველაფერი მაშინ არა მარტო ქართულ კინოში იყო სიახლე. ფილმის გადამღები ჯგუფი და რეჟისორი თითქოს ახალ მიწას იკვლევდა. კინემატოგრაფის ახალ კონტინენტზე რუქის გარეშე ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა და გზად შემხვედრ უბრალო კენჭსაც კი საკმაოდ მძიმე გამომსახველობითი ფორმების მქონე ტილოზე გამოზომილ ადგილს მიზნებდა. ამე მომესმა, საოცარი ხმა. თითქოს კაცის ხმა იყო, მაგრამ ვცნობდი, რომ ეს ქალის ხმა არის. ეს იყო მოთქმა, ტირილი, წყევლა, ლოცვა ერთდროულად. გამოვარდი და რას ვხედავ? მოდის ქალი და წინ მიყვება ძაღლი. დიდი ძაღლი. მეცხვარეები ესეთი, ნაგაზი. ეს ქალი აი ეს ამ ლოცვა, კურთხევა, ლანძღვა იმითი მიდის და აი ესე ჩაიარა და გაქრა ამ სიბნელეში. იმდენად ის იყო ეს ჩემთვის, რომ ვიფიქრე, რომ ღმერთო, აი ეს არის ზუსტად ის, რაც მე მჭირდება, რაღაც სიმბოლო კი არა, რაღაც აი ერთიანი შეკვრა იმისა, რაც ხდება ამ ფილმში. ამ ველზე. დიდწვანე ველზე. კაცობრიობის მიმართ იყო ეს ლოცვა, კურთხევა, ლანძღვა, აი ესეთი რამ იყო ეს. და გადავწყვიტე, რომ აუცილებლად უნდა გავაკეთო. ვერავითარი ხმა ამას სხვა ვერ გააკეთებდა და ამიტომ ვთხოვე ხმის ოპერატორს, რომ როგორმე ეს ჩაეწერა. გამოირკვა, რომ ის ხალი კვირაში ერთხელ თუ რამდენიმე დღეში ერთხელ ესე განთენიისას ჩაივიდა ხოლმე. და ჩვენმა ასისტენტმა ჰამლეტ მაჩაიძემ ხმის ოპერატორის დახმარებით ასეთი ის გააკეთეს. ჯოღზე ჩაიდანი ჩამოკიდეს, შიგ მიკროფონი დამალეს და როდესაც ის ქალი მოდიოდა ძაღლთან ერთად, ჰამლეტი წინ გავიდა გზაზე, ძალიან ნელი ნაბიჯით მიდიოდა იმის, რომ ეს ქალი დაწეოდა, გადაესწრო მისთვის და წასულიყო და ჩაიწერა ეს ხმა. შემდეგ მე უკვე ნისლში, ეს ამ დიდ მწვანე ველზე გადავიღე იგივე, ოღონდ გადავიღე ეს ქალი ხო უკვე არ ყავდა, საერთო პლანზე დავაყენე, სხვა შორის ბიჭს ჩავაცვით, ჩვენ გამნათებელს კაბა შორპლანზე, აი წელამდე ის იყო იქ, ბალახი იყო იქ. და ძაღლი წინ მიდიოდა ძაღლი და აი ეს ხმა შემდეგ მე დავადე ფილმში. ეს იმდენად დამაჯერებელი არის, რომ დღესაც როდესაც მე უყურებ ფილმს, აი რაღაცა მზარავს ხოლმე ისეთი არის. ბედისწერის ამ შემზარავი ხმის პირველივე ექომ ცენტრამდე ჯერ კიდევ ფილმის დასრულებამდე ჩამოაღწია. თბილისში ამოძრავდნენ და სადაც ეგების ჩვენება მოითხოვეს. სასტრაფოდ რამე უნდა ეყონათ. მაშინ რეჟისორმა ასეთი რამ მოიფიქრა. მემონტაჟეს ჯულია ჭეიშვილს დაურეკა და ფირის პატარ-პატარა ნაწილება დაჭრა და კოლოფებში ისე გადანაწილება დაავალა, რომ არაკომპეტენტურ პირს მისი ვერც თავი გაეგო და ვერც ბოლო. ამ უკანასკნელმა მისი დავალება შეასრულა, რის შემდეგაც ფილმის დირექტორთან, ვახტანგ ჯიქიასთან ერთად თავის ზოოპარკში შეაფარა. სიტუაციური კომედიის ჟანრში განვითარებულმა მოვლენებმა ფილმი ცენზურისაგან მხოლოდ დროებით იხსნა. მერე უარესი მოხდა. აწყობილი დიდი მწვანე ველი იდეოლოგიის დარგში ცეკას მდივანმა იხილა. მისი დირექტივა კატეგორიული იყო. რაც გინდათ ქენით, მაგრამ თუ გსურთ ფილმმა დღის სინათლე იხილოს, ნებისმიერი ხერხით მიუთითეთ, რომ სოსანა უარყოფითი გმირია. დიდი მწვანე ველი დამახინჯებისაგან იმან იხსნა, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელოდნენ. ფილმის ავტორთა საბედნიერო თბილისში მოსკოველი მაღალი რანგის კინოჩინოვნიკი ეგოროვი ჩამოვიდა. მან კოკოჩაშვილსა და ელიოზიშვილს თავის დაძვრენის მარტივი ხერხი უკარნახა. ადექით და ფილმში კოლმეურნეობის თავმჯდომარე დაამატეთო. სხვა გზა მართლაც არ იყო. სცენარისტმა ძალიან დიდი წვალებით, მაგრამ მაინც მოახერხა და ეს პლაკატური დანამატი ბუნებრივად ჩასვა საერთო ქსოვილში.
ფილმის მოსკოვში ჩასაბარებლად გამგზავრებამდე უკვე ისეთი აურზაური იყო შექმნილი, რომ როცა მისი მოსკოვში ჩაბარების დრო მოვიდა, გოსკინოს ერთ-ერთმა მთავარმა ქურუმმა სეანსის დასრულების შემდეგ გაიკვირვა კიდეც, რატომ მითხრეს, რომ ფილმი ჰომოსექსუალისტებზეა. დიდი მწვანეველი მიიღეს, მაგრამ მაკრატელი მაინც აამუშავეს. ჩვენ მოსკოვში ვავარებდით. მოსკოვში უჩემოდ ამოჭრეს რამდენიმე ეპიზოდი ფილმში. ეპიზოდი კი არა, კადრი. ეპიზოდი არ ამოუჭრიათ. ესე ძალიან მძიმე ვითარებაში იყო და მე უბრალოდ მაქვს წერილები მოსკოვიდან მოსულსაც პირდაპირ მეუბნებიან, რომ ფილმს არ გაუშვებენ, დუბლერს ვერ დავამთავრებ, საბჭოთა კავშირის ეკრანზე ის ვერ გავა, სანამ არ ამოუჭრით რაღაც კიდევ რაღაცებს. მე არ ამოუჭერი, იცით, თვითონ ამოჭრეს და რუსულ ვარიანტში ესე გაუშვეს. მაგრამ ამას მოყვა ის ამბავი, რომ ნეგატივშიც ამოჭრეს, ვინაიდან ნეგატივი ხო საქართველოში არ ინახება. არც მაშინ ინახებოდა, არც ახლა. ჩვენი ფილმის დედნები საქართველოში არ აგვაქვს. ეს რუსეთშია. იმიტომ რომ ეს ყველაფერი მუზეუმად აქციეს და კანონი მიიღეს რუსეთში იმის თაობაზე, რომ სამუზეუმო ნივთის რუსეთიდან გატანა აკრძალულია. ფილმი ქართულია, ნეგატივი ქართულია, საქართველოშია გადაღებული და ქართველებს ეკუთვნის, მაგრამ ინახება რუსეთში. გინდათ ფილმი დაბეჭდოთ, გადაიხადეთ ფული და ჩვენ დაგიბეჭდოთ. აი ესეთ სისტემა დღესაც. ასეთი გზა გაიარა დიდმა მწვანეველმა, სანამ მას საქართველოს ცეკას პირველი მდივანი და მისი ამალა იხილავდა. მას შემდეგ, რაც სადიპლომო ფილმი თაროზე შემოუდეს, მერაბ კოკოჩაშვილი ცდილობდა წითელ ტანკს პირდაპირ არ შევარდნოდა. საკუთარი მშობლების მსგავსად მხოლოდ თავისი საქმის კეთება სურდა. მაგრამ რატომღაც ყოველთვის ისე ეწყობოდა, რომ მათი ერთი შეხედვით უპრეტენზიო საქმე, მშვენიერების სამსახური ამ ტანკის გზაზე აღმოჩნდებოდა ხოლმე. ინაურის სიტყვების შემდეგ კოკოჩაშვილის მდგომარეობას არაკომფორტულს მხოლოდ ცინიკოსი თუ უწოდებდა. ეს ნამდვილი კატასტროფა იყო. საბჭოთა პარტიული პირები სასწორით წონიან ფილმის ყოფნა არ ყოფნას. ამ დრამის აბსურდული პათოსი მოულოდნელად დაარღვიეს. უცებ გაიღო კარი და შემოვიდა სერგო ზაქარიაძე. სერგო ზაქარიაძეს უკვე ნათამაშები ჰქონდა იმ პერიოდში ჯარისკაცის მამა და ლენური პრემიის ლაურეატი იყო და ასე ვთქვათ, სერგო ზაქარიაძე იყო, ყველგან მიღებული არაჩვეულებრივი პიროვნება ჯერ და ფიგურა, ის მე მგონი ცეკას წევრიც იყო მაშინ უკვე. ასე თუ ისეა, უზარმაზარი ავტორიტეტი ჰქონდა მას ამ პერიოდში. გვაკრიტიკეს მაგრა და ბოლო გამოსვლა იყო ერთ-ერთი მინისტრ-საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, რომელმაც თქვა, რომ აიო წარმოიდგინეთ თქვენ, რომ დაღლილი ქართველი მშრომელი ბრუნდება სახლში სამსახურის შემდეგ, იმუშავა კარგად, მიაღწია რაღაცებს, გადაჭარბებით შეასრულა ყველაფერი, მივიდა სახლში და ოჯახმა უთხრა, რომ აბა წავიდეთ კინოში და წავიდნენ კინოში, მოვიდნენ კინოთეატრ რუსთაველში, ნახეს ეს ფილმი და რა ხასიათზე დადგებიან ისინი. აი ეს იყო ბოლო, ასე ვთქვათ, წვეთი, რამაც უცებ სერგო, ბატონი სერგო წამოაყენა ფეხზე და თქვა, რომ ეხლა ვერ გავიმეორებ რა თქვა, მაგრამ ისეთ ილაპარაკა მან, რომ ფაქტიურად გაასწორა მიწასთან ყველანი და მან ჩვენ გადაგვარჩინა. სერგო ზაქარიაძემ განგების ხმის გახმოვანება მისთვის დამახასიათებელი, დიდი არტისტული დამაჯერებლობით შეძლო. არა მარტო ქართული, არამედ მთელი საბჭოთა კინოს ერთ-ერთი ყველაზე ჰეროიკული სახის შემქმნელი სიტყვებმა ინაურის სიტყვებიც კი გადაწოდა. ჟავანაძემ მანდარინი აიღო, ხელში შეათამაშა და გულგრილად წარმოთქვა. Пусть смотрит народ. ორშაბათს გაუშვეს და ხუთშაბათს მოხსნეს. ამ სამ დღეში დაიბეჭდა რეცენზია გაზეთ კომუნისტში. კომუნისტი იყო, თუ თბილისი აღარ მახსოვს, რომლის სათაური იყო მაყურებელი ტოვებს დარბაზს. და იყო ორ ფილმზე ლაპარაკი, იყო დიწვანეველზე და თენგიზაბულets ვედრებაზე. და მოხსნეს ფილმი და მე ამის შემდეგ 8 წელიწადი უკვე აღარ უჩვენებიათ. ასეთი მწარე გაკვეთილის შემდეგ მერაბ კოკოჩაშვილმა გადაწყვიტა თანამედროვე ყოფის ამსახველ სურათებს და საერთოდ ნებისმიერი სახის კონკრეტულ რეალობას არიდებოდა. მაგრამ ამაოდ სირთულეები არ მოკლებია ერლო მახვლედიანისა და დათო ჯავახიშვილის სცენარების მიხედვით გადაღებულ ცხელი ზაფხულის სამ დღესაც. ნინელი ჭანკვეტაძის თამრიკო ოფიციოზმა იმ დროს დაპატიმრებული დისიდენტის თამრიკო ჩხეიძის პროტოტიპად აღიქვა. ფილმი რამდენიმე წელი უცდიდა თავის პრემიერას. მომდევნო წლებში ქვეყანაში განვითარებული მოვლენების დრამატული ასახვა გახდათ ნუცას სკოლა, რომელიც ეკრანზე უკვე 2000 წელს გამოვიდა.
მოკლემეტრაჟიანი ფილმები ვარიაცია ოტელოს თემაზე და ირაკლი ლომოურის მოთხრობების მიხედვით შექმნილი უსუი, გასაგები მიზეზების გამო აღარც კგბ-ს და აღარც ცეკას აღარ ჩაუბარებია. დიდი წითელი ჯავშანი არც იმდენად მტკიცე აღმოჩნდა, როგორც 37-ში რეპრესირებული მევიოლინის ვაშ შეიძლებოდა მოჩვენებოდა. ერთი ადამიანის ბიოგრაფია კი იმაზე გაცილებით მრავლის მომცველი, ვიდრე გოსკინოს სტანდარტებით შექმნილი სწორხაზოვანი სცენარი. ფილმის ფინალი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის რაც მოხდა ყველაფერი, მე კიდევ ვიმეორებ, ესე იგი ხელოვნება არ არის ის, რომელსაც შეუძლია რეცეპტი გამოწეროს, როგორ მოიქცეს ადამიანი, მას მხოლოდ შეუძლია უბიძგოს და ეს ბიძგი უნდა იყოს სიკეთისკენ, გინდა ბოროტებას აკეთებდე, რასაც არ უნდა აკეთებდე, ისე უნდა აკეთებდე, რომ მაყურებელი იმაზე მაღლა დადგეს. ეს აუცილებელია. ამის გარეშე სულიერება აკლდება ყველაფერს, იცით? ამის გარეშე არ არსებობს ხელოვნება. ხო და აი მაგალითად ფინალი. ამიტომ ფინალი ჩვენ ასეთი გვაქვს, რომ არაფერი დაზუსტებული არ არის, არაფერი დაკონკრეტებული არ არის, არავინ არ იცის ვინ არის მართალი, ვინ არის მტყუანი. და ამიტომ არის ასეთი, რომ როდესაც ისინი საქონელს დაეძებენ, გადაძახილი არის იქა, რომ სოსანა იპოვე, ვერა ის ამბობს, ჯერ ვერა. აი ამით თავდება ფილმი. იპოვე, ეს ყველაფერი მოდის ისევ ქართული ზღაპრიდან. ქართული ზღაპარი ერთ-ერთ საათს ესე ფრინველებად ქცეული ბავშვები ერთმანეთს ესე გადასახებენ. დიდი მწვანეველის ნამდვილი ცხოვრება ეკრანზე მისი უღიმღამო პრემიერიდან 10 წლის შემდეგ დაიწყო. ეს გერმანიაში ქართული კინოს დღეებზე მოხდა. უცხოურმა კრიტიკამ ამ ფილმს სხვა თვალით შეხედა. თაროზე შემოდებას გადარჩენილი იდეურად გაუმართავი ფილმის მაღალი მხატვრული ღირებულება სხვადასხვა ევროპულ ფესტივალებზეც დააფასეს. ბედისწერის მიწის ნისლში დაკარგული კაცისა და მის წინააღმდეგ პირშეკრული კაცობრიობის მარადიული ამბავი წლიდან წლამდე თავის აქტუალურობას არ კარგავდა. პირიქით, კარგი ღვინოსავით მაყურებელზე ზემოქმედების საოცარი ძალა შეიძინა. 1994 წელს იტალიაში პეზაროს საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც კინემატოგრაფის 100 წლის თავს ეძღვნებოდა, მერაბ კოკოჩაშვილის დიდი მწვანეველი მსოფლიოს ყველა დროის 100 ყველაზე ნოვატორულ ფილმს შორის აღიარეს.